დავასრულეთ სამღებრო სამუშაოებიც, ასევე სკის სახურავების შეფუთვაც, რაც გაჩვენეთ უკვე ვიდეოში და აქვე რადგან ცივი და ქარიანი ამინდებია, სკის გახსნაც არ არის სახარბიელო, რადგან არ შევაწუხო ჩვენი ფუტკრები. ამიტომ საფრენიდან ფლუორინატის ფირფიტებს ვულაგებთ, რომ მაინც თუ დატკიპიანება არის კიდევ შიგნი, იმუშავებს ეს ფირფიტები, ცივი ამინდებია და დიდხანს მუშაობს უფრო, ვიდრე თბილ ამინდებში და ჩვენი ფუტკარი უფრო მშვიდად, წყნარად და სუფთად იქნება და ჩვენც ასევე მშვიდად ვიქნებით, რომ დატკიპიანება არ გვაქვს და სკებს არ დავკარგავთ ზამთრის პერიოდში. ესეც ფირფიტების შელაგების პროცესი საფრენიდან ერთი ცალი ფირფიტა ერთ სკას, რაც იმუშავებს და დატკიპიანებას შეამცირებს სკაში. ეს ფლუორინატის ფირფიტები ასეთ ცივ ამინდებში, როგორც ახლა არის, მუშაობს 7-დან 10 დღემდე, ხოლო თბილ ამინდებში მუშაობს 5-დან 7 დღემდე. ესეც გასათვალისწინებელია. აქვეა ძველი ფირფიტას და იქნებ გამოვიტანო გარეთ და განჩვენოთ თან დატკიპიანების ფუტკრების გავაღიზიანეთ ცოტა, მაგრამ არა. გამოვიტანეთ ფირფიტა, ეს დიდი ხნის ფირფიტადებულია და როგორც ჩანს საკმაოდ ყოფილა სკაში ტკიპა ამ ქონდა, ასევე როგორც ესენი, ასევე დადებული ქონდა ჭიანჭველამჟავის ფირფიტები და ეს ახალი ფირფიტა კიდევ იმუშავებს ახლა უკვე. გაგვიმართლა და კიდევ ერთ სკაში არის ახლოში ფირფიტა. ამ სკაში შევამოწმებთ ახლა როგორი დატკიპიანება გვაქვს. ამ სკაში როგორც ჩანს დატკიპიანება დაბალი პროცენტით არის, 3 ცალია დაძებებული. იმ სკაში უფრო მეტი დატკიპიანება ყოფილა. აი მესამე სკაშიც გაგვიმართლა და ამოვიტანეთ ფირფიტა. ეს ახალი ფირფიტა შევაცუროთ და ის შევამოწმოთ. ესეც მესამე სკის ფირფიტა 1, 2, 3, 4. ამ სკაშიც ყოფილა საკმაოდ დატკიპიანება. წელს როგორც შევამჩნიეთ, არსებობდნენ სკები, სადაც ძალიან დიდი დატკიპიანება იყო და დიდი სამუშაოების ჩატარება მოგვიწია. არსებობდა სკები, რომლებსაც ძალიან ცოტა ყავდათ და რამოდენიმე სკა ყავდა, რომელსაც საერთოდ არ ეტყობოდა დატკიპიანება, არ ტესტირება. ეს სკები უფრო გამოირჩეოდნენ დატკიპიანებით. აი ამ პირველ სკას, ამ სკას უფრო სწორად მოუწია დიდი დატკიპიანების გამო დედის იზოლაცია და დიდხნიანი მკურნალობა და აი ახლა კიდევ შეიმჩნევა, რომ მაგარი დატკიპიანება ყოფილა სკაში ამ ფირფიტაზე დაკვირვებით. ასევე იზოლირებული ყავდა ეს სკა და ეხლა უკვე ნორმალურ მდგომარეობაშია და ასევე იზოლირებული ყავდნენ ეს ორი სკას და ერთი სკა აქ ყავდა იზოლირებული და დედა იზოლირებული სკებში და ეხლა უკვე ნორმალური მდგომარეობაა. დატკიპიანება ისევ შეიმჩნევა როგორც ფირფიტებზე აღმოჩნდა, მაგრამ ეს ფირფიტები ჩადებული არის 2 კვირის წინ. ამ ფირფიტების შემდეგ ზემოდან დავადე ჭიანჭველამჟავა, როგორც ჩანს, იმანაც იმუშავა და ეს ახალი ფირფიტები ზე გამოჩნდება 1 კვირის შემდეგ დატკიპიანების რა პროცენტულობა და ნახოთ როგორ იმუშავებს ჩვენი ფირფიტები. დღეს 6 დეკემბერია, შაბათი. ვიმყოფებით საფუტკრეში, როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნეთ და დაგვთქვი, მოვედი ფირფიტების
შესამოწმებლად თითქმის ერთი კვირის წინ შევალაგეთ და ეხლა ნახავთ თუ რა მდგომარეობაა ჩვენს საფუტკრეში. დაჭირდება თუ არა უფრო ძლიერი პრეპარატის მიცემა. როგორც დაკვირვებამ ჩვენა და უკვირდებით 1 2 3 ტკიპა არის დაძებებული ამ ეტაპზე ამ სკაში ამ ფირფიტაზე და ისევ ამ ფირფიტებით გავაგრძელებთ კურნალობას მთელი ზამთრის მანძილზე. მოვირდებით და ნაირი ტკიპა არ არის დაძებებული. აქ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს 1 2 3 4 5 6 7 8 ანუ 8 ტკიპაა დაძებებული ამაზე. ამაში უფრო მეტი რთული მდგომარეობა სხვა სკებთან შედარებით. აქაც ორი ფირფიტა გამოყვა. რაც კარგია. ნაჩვენა ფირფიტები ზამთარში. აი ეს არის ძველი ფირფიტა, ეს არის ახალი ფირფიტა. ძველი ფირფიტაზე ძალიან ბევრია დაძებებული. მოკლედ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და აგერ დაყრია კიდე ძირს. ახალ ფირფიტაზე უკვე, რომელიც თითქმის ერთი კვირის წინ მივაწოდეთ. 1 დაძებებული, 2 დაძებებული, 3 დაძებებული. ასე რომ ძალიან დიდი დატკიპინება ყოფილა ამ სკაშიც. თავდაპირველად, ამ ფირფიტის მიწოდების დროს და ახალი ფირფიტის მიწოდების შემდეგ ამ მიწოდებამდე უკვე შემცირებულად ტკიპიანობა სკაში. ორჩანს ასე ვთქვათ იმუშავა ამ ფირფიტამაც. ახლა ახალ ფირფიტას მივაწოდებთ ისევ რომ კიდევ უფრო შევამციროთ დატკიპიანება სკაში. ზოგადი სიტუაცია ჩვენ საფუტკრეში სამ სკაში შეინიშნება, ასე ვთქვათ, ცოტა მეტი დატკიპიანება, ასე ვიტყოდი. ნორმალური მდგომარეობაა ზოგადად, კურნალობის შედეგად კარგად გამოვაზამთრებ ჩვენ ფუტკარს. ნახოთ შემდეგ ვიდეოებში, კიდევ მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორი დატკიპიანებაა დეკემბრის ბოლოს. როგორც აღნიშნეთ, რამოდენიმე სკაში იყო დიდი დატკიპიანება, ისევ დეკემბრის დასაწყისია, 7 დეკემბერია დღეს გუშინ 6 დეკემბერს შევალაგე ფლუარინატის ფირფიტების სკებში. 3 სკა, როგორც აღნიშნე, იყო მეტად დატკიპიანებული. მეორე დღეა დღეს ამოვედი და შევამოწმე სკები. გამოვაძვრინე ფლუარინატის ფირფიტები და იმ რამოდენიმე სკაზე, ანუ იმ 3 სკაზე უფრო კიდევ მეტი ტკიპაა დაძებებული და ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს რომ ეს სტიქსის ჭიანჭველამჟავის ფირფიტები მივაწოდო, რომ საბოლოოდ აღმოფხვრა სკაში დატკიპიანება. ფლუარინატის ფირფიტებს გამოვაძვრობთ და დაუკეთებთ ჭიანჭველამჟავის ფირფიტებს. სკაშიც იგივე მდგომარეობა, ძალიან ბევრია დაძებებული აი ამ ფირფიტაზე. ეს მესამე სკა, სადაც დიდი დატკიპიანება გვაქვს. ასევე მოუწევს მასაც სტიქსის ფირფიტების დადება. ხუთ სკაში აღმოჩნდა უფრო მეტი დატკიპიანება ვიდრე დანარჩენ სკებში. ამიტომ ხუთივე სკას მოუწია
სტიქსის ფირფიტების მიწოდება. ესენი იმუშავებენ ახლა 5-დან 7 დღემდე სტიქსის ფირფიტები და შემდეგ ისევ დაულაგებ რუანატის ფირფიტებს და ნახავთ თუ რა რაოდენობის დატკიპიანება გვექნება სკეპში. მადლობა რომ გვიყურებთ, თითოეულ თქვენთაგანს მადლობა რომ გამოგვიწერეთ და ვიწერთ დღემდე და არ დაგავიწყეთ ასე ვისაც გამოწერილი არ ყავართ, გამოგვიწერეთ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ. რაც გამოგადგებათ განსაკუთრებით დამწყებ მეფუტკრეებს თქვენს საფუტკრეში რომ მარტივად გადაიაროთ როგორც დატკიპიანება, ასევე ზამთარი და ნახავთ როგორ უნდა მოუვაროთ ინდივიდუალურად თქვენს საფუტკრეს.